გამარჯობა. აი ამ საკითხს ნამდვილად ესე მარტივად ვერ დავანებებ თავს და როგორ ხდება საერთოდ აი კოცების სუსის პროექტმა ალექსანდრე კობაიძემ აგერ პატიმარს, ჯერ პატიმარს სოფლს გამოძალა ფული, ოფიციალური აღიარებაა ტელევიზიითაც გაჟღერდა იმ პატიმრის, ასე მოუთხოვებია რომ მე კოცებთან вообще ვარო იქავარო კოცებშიო და შენო ფული მომეციო და ციხიდანო გაგიყვანო და მაყუთი გამოართვა. და სხვათა შორის თურმე ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოტყდა რუსეთში და წავიდა გარჩი და ფეხებზე კიდია ესენიც ისინიც ის პატიმარის და დღემდე აი რაც ოფიციალური განცხადებაა გაკეთებული და დაზარალებული სახეზე მეტი რა უნდა იყოს კაცი ციხეში ზის და კიდე გაძარცვეს. ხო, დღემდე და ამას აკეთებს ადვოკატი და დღემდე აი ვიღაცამ პატარა რაღაცა რო გატეხოს, ბარდბიურზე ჩამოჯდეს და აი ეგრევე ციხეში უკრავენ თავს და ამაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას კი არ დაიწყო პროკურატურამ. რატო? იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული უშიშროების სუსის უფროსი ეს ნაბიჭვარი მამუკია მდინარაძე არის ამის ძმაკაცი. და მაგიტო ეგრო პროკურორი იყო ნაცების დროს მამუკია მდინარაძე იქ პროკურატურაში ეს ადვოკატობდა და ასე იყოფდნენ ქართველი ერის კისერზე ფულს და ეხლაც როცა კოცები მოვიდნენ ფულის ამოტრიალება რო დაიწყეს ამ თემით და სხვათა შორის რა ეს ალექსანდრე კობაიძე კი მე ბევრი ვიდეო გამოვაქვეყნე და ჩავწერე რა ოფიციალურად გამომიგზავნეს ირმა ინაშვილის და ტრაკფხან მოურავის ეთერში თავდაცვის სამინისტროს კორუმპირებული ნაბიჭვრების მფარველად და პირდაპირ დებატებში მე ეს გავათახსირე და არაერთხელ გავაკეთე ეს სხვათა შორის და რა მინდა იცი გითხრათ იმ დონეზე იყენებდნენ ამ ნაბიჭვარს მკვლელობა რომ მოხდა ხადასხეობაში და საწყალი ბავშვი კობაური რო ჩასვა კოცებმა ეს მიუსვეს ადვოკატად იმიტომ რომ კოცებისთვის საქმე გაელესა იქ და ჩვენი ქვეყანა რო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეჯიბრის დოღია და აქ მეტი არაფერი არ კეთდება ეს კიდე ცალკე განხილვის თემაა და ცალკე პრობლემაა და ქართული ოცნება აი ამ ასეთი ნაბიჭვრების თამადობით ადვოკატობას რო აბრალებს აი ესეთი ანასხლეტი ყავთ ერთი ვიღაცა მარიამ კუბლაშვილი კიდე ისიც სუსზე მუშაობს ალბათ უახლოეს მომავალში ის თაღლითობას კიდე ჩაიდენს იმიტომ რომ თაღლითობა ჩადენილი აქვს პარფიუმერიულ ფირმებზე და მე კობაიძესავით ესეც გაიქცევა ან რუსეთში და ან იმის იქეთ ბებიაჩემთან მოკლედ ესეთი ამბებია რა არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია ამ ეგრეთ წოდებულ ადვოკატთა ის ბიურო აქვს თუ რაც აქვს ის ვინც ის ადვოკატთა კომისიის თავმჯდომარე ეთყობა პირველი ბოზი არის უშიშროების საქართველოში ისეთი ადვოკატურაა როგორც არის სასამართლო და როგორც არის პროკურატურა და აი ეს ფაქტი კონკრეტული ფაქტი მინდა იცოდეთ რა საქართველოში თუ ვინმე თავს გრძნობთ დაზარალებულად საქართველოში სამართალს ვერ მიაღწევთ ერთადერთი შემთხვევა რომ რისიც ეშინიათ და რისი პრობლემაც აქვს საერთაშორისო დონეზე არ ჩახადოს არავინ და ქართველი კაცი რო იყო თავს რო დაზარალებულად ცნობდი და უსამართლოდ მოგექცნენ საქართველოში და მაგის გასაჩივრება დაიწყო სტრასბურგამდე შეიძლება შენ ქვეყანაში ცოცხლად შეგჭამონ აი ესეთი ნაბოზრუებიდან გამომდინარე ამიტომ არ არსებობს ქვეყანაში არც პროკურატურა, არც სასამართლო, მით უმეტეს არც ადვოკატურა, არსებობს ამათი იდეა ფულის შოვნის მოქალაქეებზე, პატიმრებზე, რიგით ადამიანებზე და დასაქმებულ ადამიანებზე, დაუსაქმებელ ადამიანებზე, მე ყველა სოციუმზე უნდა გაკეთდეს ფული. ადვოკატებით, პროკურორებით, მოსამართლეებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ნაბიჭვარი, ეს იცანით, როგორც ქართული ოცნების ჩვეულებრივ სახე. მეტი არა, აი მოტეხა პატიმარს ფული წაართვა მოპარა და ეს მიკითხავდა ბიჭო მორალს და კვირა რაღაცა ისა აქვს რა ქვია ეგრეთ წოდებული ის ქონდა საპრეს კონფერენციო დარბაზზე და იქ დამიჯდა და იქედან დამიწყო იმის ძახება რომ მე თვითონ დისკრედიტაციას ვახდენ თავდაცვის სამინისტროს პატიო საინთანამშრომლებს სად არის ახლა ის კვირა და მისი ჟურნალისტები რატო აწერენ ამ ფაქტზე რა პატიმრის ქურდობა კარგია და მე სხვათა შორის მაშინ პასუხი რო გამეცა ამისთვის ეგრეთ წოდებული ტრიბუნიდან და საპრეს კონფერენციო დარბაზიდან არავინ დრო არ მომცა და ერთადერთი მაშინ პირდაპირ ასე ცივად გავედი და პირდაპირ ეთერში გავანადგურე და ეს ნაბიჭვარი იყო ზუსტად მზია მელაძეს რომ მინდა იცოდეთ ყველამ რა ესა გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა ძალიან ბევრ ამას ატყუებდა და ასეთი ადამიანი საზოგადოების თვალში უნდა იყოს წმინდა ადვოკატის სახი და პატიმარი უნდა იყოს დაზარალებული ვეტერანის დედა უნდა იყოს დაზარალებული და სიმართლის მთქმელი უნდა იყოს მონათლული როგორც დისკრიმინატორი და შეურაცხმყოფელი თურმე სახელმწიფოებრივი იდეის აი ესა სიმართლე და იცოდეთ სიმართლე რა
ვინ გადვოკატობთ, ვინ პროკურორობთ, ვინ გიკეთებთ უსაფრთხოების მომსახურეობებს რა. ესა სიმართლე, მწარე სიმართლე, მაგრამ გვერდაულელი სიმართლე და ალექსანდრე კობაიძეა დღეს აი ისა ჩემთვის საქართველოს დღევანდელი მთავრობა და ხელისუფლება რა გაგძარცვავს და მე გაიქცევა რა პრობლემა. საქმე არ აღძრათ, კაც თქვენ მარტო პრემიერები დაიჭირეთ, უშიშროების ministrები დაიჭირეთ, თავდაცვის ministrები დაიჭირეთ და ალექსანდრე კობაიძე ჯერ საქმეს ჭირდება იქ და რომ გააკეთებს სერიოზულ ფულს, მე აღძრავთ საქმეს, მაგრამ მე უკვე რუსეთში იქნება და გადარჩება.